გასულ საუკუნეში რაჭაში მდინარე რიონის ფაზისის ხეობაში ძველი წელთაღრიცხვით მე-13-მე-8 საუკუნის სამარხებში უდიდესი საგანძური აღმოაჩინეს. კილოგრამობით ამოდიოდა უძველესი ძვირფასი ნივთები. ბრინჯაოს კოლხურ-ცულებთან და სხვა კოლხურ სამკაულებთან ერთად ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები აღმოაჩინეს. საოცარია, რომ ბრილის სამაროვანზე ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობანი. არქეოლოგებმა იქვე ძალიან დიდი რაოდენობით ლურჯი მინის ნამოკრატისული მძივები იპოვეს, რაც ასევე მიიჩნევა ეგვიპტურად და სხვაგან ამას არსად აწარმოებდნენ. რა უნდოდა დღევანდელ ონის რაიონში ეგვიპტურ ნაკეთობებს? იქნება ის, რომ ძველი კოლხები ეგვიპტელები არიან. ჩვენ ამ ვიდეოში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, მანამდე კი გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო. დავიწყოთ. რაჭაში აღმოჩენილი სკარაბეები ძალიან გავს ფარაონ სესოსტრისის სკარაბეებს. უხსოვარი დროიდან სკარაბეი ეგვიპტის უძველესი ღმერთის სკარაბეის თავიანი ღვთაება ხეპერას, იგივე ამომავალი მზის სიმბოლოს გამოხატულება იყო. ფიგურების შიდა მხარეზე აკეთებდნენ წმინდა სიმბოლოებს და აღორძინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ იეროგლიფებს. ეს ბრილში აღმოჩენილი სკარაბეებია. ეს კი ფარაონ სესოტრისის სკარაბეია. ასევე საინტერესოა, რომ მომდევნო მე-13 დინასტიის ფარაონ სებეხოტეპის სკარაბეიზე გამოსახული ფიგურა გავს ბრილში აღმოჩენილ ერთ-ერთ სკარაბეის ფიგურას. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე კოლხების შესახებ წერდა, რომ ცხადია, კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი. იმაზე უწინ ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ასევე ვიტყოდი, რადგან ასე ვფიქრობდი. შევკითხე ორივეს. კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტრისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგრემნები და ხუჭუსთმიანები არიან. ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები, მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, თვითონაც ამბობენ, რომ ეგვიპტელთაგან ისწავლეს. ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონთან და პართენიოსთან ცხოვრობენ და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ახლახანს. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითიც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად. მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინების სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი ეგვიპტურს. ციტატის დასასრული. აქ იბადება კითხვა კი, მაგრამ როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები დაახლოებით ჰეროდოტეს პერიოდში, რომ ასე მიაბსგავსა მან ისინი კოლხებს. ამისთვის საჭიროა გადავხედოთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც აღადგინეს მეცნიერებმა როგორც გენეტიკური კვლევებით, ასევე ისტორიულ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით. და ძველი ეგვიპტელები ასეთები უნდა ყოფილიყვნენ. ჰეროდოტეს ცხადია, ყველაფერი ზუსტად ვერ ექნება აღწერილი, მაგალითად ის, რომ კავკასიური ენები და ძველი ეგვიპტური ენა ერთ ენობრივ ოჯახს არ მიეკუთვნება. ჰეროდოტეს არც ის აქვს დაკონკრეტებული, რომელი კოლხური ტომი თვლიდა ეგვიპტის ფარაონის სესოსტრისის ჯარის დამამალად თავს, რადგან კოლხეთის სამეფოში ათობით სხვადასხვა ტომი იყო, მათ შორის მაკრონები, აფშილები, დრილები, სედოხეზები, მისიმიელები, ანუ ძველი სვანები, მოსინიკები, ბიძერები, ბექირები, მახელონები, ფაზიელები, ანუ ფაზიანები, სანები, ანუ სავარაუდოდ ჭანები, სანიგები, რომლებიც უნდა იყვნენ ან ზანები, ან სვანები, სკვითინები, ტიბარელები, ჭანები, ჰენიოხები და რა თქმა უნდა მანდრალები, რომლებიც მიიჩნევიან მეგრელების წინაპრებად. მარგალების ბერძნული ვარიანტი უნდა იყოს სახელწოდება მანდრალი, მანდრალოს ბერძნულად. მეორე საუკუნის ავტორი კლავდიუს პტოლემე მანდრალებს უწოდებს კოლხეთის სამეფოს შიდა რაიონების მოსახლეობას. მე-7 საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში ეს სახელი მანდრილის ფორმით აღნიშნავს კოლხეთის ერთ-ერთ ნაწილს. ამ ძეგლში იგი შესაძლებელია სწორედ კლავდიუს პტოლემეს ნაწარმოებიდან მოხვდა. ასევე კოლხეთის სამეფოში სხვა ტომებიც ცხოვრობდნენ.
აგრეთვე უცნობია ვის გულისხმობდა ჰეროდოტე, რადგან არსებობს რამდენიმე თეორია იმაზე, ვინ იყო სესოსტრისი. მაგალითად, ერთი ის, რომ სესოსტრისი რამზეს მეორეს მხედართმთავარი იყო, თუმცა სხვა წყაროებით კიდევ 3 სესოსტრისი არსებობს. ისინი მე-12 დინასტიის ფარაონები იყვნენ და ისტორიკოსები მათ ასევე სენუსერტსაც უწოდებენ. სენუსერტ პირველი უფრო ძველი დროის ფარაონია და მისი დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი მეფე. სენუსერტ პირველი ცნობილი იყო თავისი პრენომენით ხეპერკარე. მან გააფართოვა ეგვიპტის ტერიტორია, რითაც მას საშუალება მიეცა ეგვიპტე ემართა კეთილდღეობის ხანაში. სენუსერტ მეორეს ანუ სესოსტრის მეორეს ხახეპერეს უწოდებენ. მან სამეფო ნეკროპოლისი დახმურიდან ლახონში გადაიტანა, სადაც მან თავისი პირამიდა ააგო. და აი სავარაუდოდ სენუსერტ მესამე იყო სწორედ ჰეროდოტეს მიერ ნახსენები ის სესოსტრისი, რომელიც ხელმძღვანელობდა სამხედრო ექსპედიციას ევროპის სხვადასხვა მხარეებში. სესოსტრისზე ჰეროდოტეს ჩანაწერები სავარაუდოდ ეფუძნება როგორც სენუსერტ პირველის, სენუსერტ მესამესა და შესაძლოა კიდევ სხვა ფარაონების ცხოვრებას, როგორც არის შეშონგ პირველი და რამზეს მეორე. ჰეროდოტეს ნაშრომში ისტორია აღწერილია ეგვიპტელი ქურუმების მიერ მოთხრობილი ამბავი ფარაონ სესოსტრისზე, რომელსაც ოდესღაც ჯარი მიყავდა ხმელეთით მცირე აზიაში ჩრდილოეთისკენ. შემდეგ კი იბრძოდა დასავლეთით, სანამ არ გადავიდა ევროპაში, სადაც დაამარცხა სკვითები და თრაკიელები, შესაძლოა თანამედროვე რუმინეთსა და ბულგარეთში. ჰეროდოტე ასევე მოგვითხრობს, რომ როდესაც სესოსტრისმა დაამარცხა არმია, დიდი წინააღმდეგობის გარეშე მან აღმართა სვეტი მათ დედაქალაქში ზედ ქალის სასქესო ორგანოს გამოსახულებით, რითაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მეტოქის ჯარისკაცები ქალებივით იბრძოდნენ. სესოსტრისი დაბრუნდა ეგვიპტეში, ხოლო კოლხეთში მდინარე ფაზისთან კოლონისტები დატოვა. ჰეროდოტემ გააფრთხილა მკითხველი, რომ ამ ამბის დიდი ნაწილი ეგვიპტელების მიერ იყო მოყოლილი, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ კოლხები ეგვიპტელების შთამომავლები არიან. ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი იყო ქალაქი ჰელიოპოლისი, მზის ქალაქი, ეგვიპტურად ონი. მოგეხსენებათ, ონი რაჭაშიც მდებარეობს და ბრილის აღმოჩენები უკვე გვაფიქრებინებს სხვა თვალით შევხედოთ მის ეტიმოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად რიონის ერთ-ერთ შენაკადს ხაკაურა ეწოდება, რაც სესოტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს. სესოსტრის ახსენებს აგრეთვე რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი, რომლის თქმით ეგვიპტელები კოლხეთის ოქროთი მდიდარმა მეფემ სავლაკმა დაამარცხა. რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში სავლაკს იხსენიებს როგორც აიეტის შთამომავალს, რომელმაც უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა სვანების ქვეყანაში და მთლიანად ოქროს საწვისით განთქმულ თავის სახელმწიფოში. პლინიუსის თხზულებაში დაცული გადმოცემის თანახმად სავლაკს სასახლეში ჰქონდა ოქროს კამარები, ვერცხლის კოჭები, სვეტები და პილასტრები, რომლებიც მას ნადავლად წამოუღია ეგვიპტის ლეგენდარული მეფის სესოსტრისისაგან. ახლა დავუბრუნდეთ ჰეროდოტეს ისტორიას. ჰეროდოტე აღწერს სესოსტრის როგორც ბრმა მეფის ფერონის მამას, რომელიც მამაზე უფრო ნაკლებ მეომარი იყო. პროფესორ ალან ლოიდის თქმით, ჰეროდოტე ყვება ეგვიპტელების მონაყოლზე დაფუძნებულ ამბავს. ეგვიპტური ტრადიცია კი სესოსტრის წარმოადგენდა როგორც მეფობის იდეალურ მოდელს. ეს რა თქმა უნდა შეიცავდა ისტორიულ ელემენტებს, მაგრამ მას დაემატა ფოლკლორი, ნაციონალისტური პროპაგანდა და ბერძნული დამოკიდებულებები. დიოდორე სიკულუსი სესოსტრის სესოოს უწოდებს. მისი და სტრაბონის თქმით, ფარაონმა დაიპყრო მთელი მსოფლიო, სკვითები და ეთიოპიაც კი დაყო ეგვიპტე ადმინისტრაციულ ოლქებად ან ნომებად, იყო დიდი კანონმდებელი და ეგვიპტეში კასტების სისტემა შეიტანა. დიოდორე ასევე წერდა, რომ ამ მეფესთან დაკავშირებით არა მხოლოდ ბერძენი მწერლები ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ ეგვიპტელებიც, რომლებიც მას უმღერიან, ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიებს ყვებიან. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორია თანამედროვე ისტორიკოსების მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. პტოლემაიოსის ეპოქის ეგვიპტელი ქურუმის და ისტორიკოსის მანეთონის ცნობილ ნაწარმოებში ეგვიპტის ისტორია, ფარაონს სახელად სესოსტრისი ეკავა იგივე პოზიცია, რაც მე-12 დინასტიის ცნობილ ფარაონს სენუსერტ მესამეს და მისი სახელი ახლა ჩვეულებრივ განიხილება როგორც სენოსრეთ-სენვოსრის შეცვლილი სახელი. ფაქტობრივად საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ სესოსტრისის ამბავი დაფუძნებულია სენუსერტ მესამეზე, იმავე დინასტიის სხვა ფარაონებსა და ასევე მე-19 დინასტიის სეტი პირველსა და რამზეს მეორეს ისტორიებზე. სესოსტრისი ასევე მოხსენებულია ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ფსევდოისტორიულ რომანში, რომლის ავტორი უცნობია და ბერძნულ ენაზეა დაწერილი. რომანში ალექსანდრე აღწერილია როგორც ახალი სესოსტრისი მსოფლიოს მმართველი. ჰეროდოტე წერდა, რომ მან ნახა იონიაში ქვაში გამოკვეთილი ფარაონის გამოსახულებები. თანამედროვე ისტორიკოსების აზრით, მას სავარაუდოდ უნდა ენახა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე
ნიფის მთის კარაბელის ზოგელ ტეხილზე ლუვიურ წარწერებთან ერთად 1970-იან წლებში აღმოჩენილი კარაბელის რელიეფური გამოსახულება. დღეს ისტორიკოსები თვლიან, რომ რელიეფზე ეგვიპტელი ფარაონი კი არა, მირას მეფე ტარკასნავაა გამოსახული. მე-18 და მე-19 დინასტიების მეფეები შესაძლოა იყვნენ ყველაზე დიდი დამპყრობლები, რომლებიც ოდესმე ყოფილან ეგვიპტეში და ჩანაწერები ეგვიპტის გაფართოების საზღვრებზე მათ ეპოქაზე ბევრად უფრო ვრცელია ვიდრე ძველი დინასტიებისა. სენუსრად მესამე ბევრს იბრძოდა, 4-ჯერ მარტო ნუბიაში შეჭრილა. მეორე ჭორომის ზემოთ დაპყრობის სტელას დაუდგამს. ამ ბრძოლებით, როგორც ფიქრობენ, მან გაამყარა ეგვიპტის სამხრეთ საზღვარი, თავიდან აიცილა შემდგომი შემოსევები. არსებობს კიდევ ერთი დიდი სტელა სემნადან, რომელიც დათარიღებულია მისი მეფობის მე-16 წლის მესამე თვით და სტელის ტექსტში ფარაონი თავის მომავალ მემკვიდრეებს ურჩევს შეინარჩუნონ ახალი საზღვარი, რომელიც მან შექმნა. კიდევ ერთ სტელაზე წერია იმის შესახებ, რომ სენუსრად მესამე შეიჭრა ლევანტიში, შეხემამდე, ასევე ეთიოპიაში. ფარაონის ბოლო კამპანია, რომელიც მის მე-19 წელს იყო, ნაკლებად წარმატებული გამოდგა, რადგან ნილოსი ნორმალზე დაბალი იყო. ფარაონის ზარებს მოუწიათ უკან დახევა და მათი კამპანიის მიტოვება, რათა თავიდან აეცლებინათ მტრულად განწყობილ ნუბიის ტერიტორიაზე ჩარჩენა. მან ეგვიპტის ხალხების ცნობიერებაში მისი ძლიერი მებრძოლი ბუნების გამო დიდი კვალი დატოვა. მას სავარაუდოდ სიცოცხლეშივე მიუძღვნეს სიმღერებისგან შექმნილი ციკლი. სენუსრატის პირამიდის კომპლექსი აშენდა დაშურის წითელი პირამიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ის ბევრად აღემატებოდა ადრეული მე-12 დინასტიის პირამიდებს სომით, სიდიადით და რელიგიური წარმოდგენებით. როგორ გამოიყურებოდა სენუსრად მესამე? ცნობილია სენუსრად მესამის გამორჩეული ქანდაკებები. მათზე მეფე გამოსახულია სხვადასხვა ასაკში და განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში საოცრად სევდიანი გამომეტყველება აქვს. მიუხედავად მისი ასაკისა, სხეულის დანარჩენი ნაწილი იდეალიზებულია როგორც სამუდამოდ ახალგაზრდა და დაკუნთული. უფრო კლასიკური ფარაონული გზით. ნამდვილად დაარჩნენ თუ არა ფარაონის ჯარისკაცები სადმე დღევანდელ ფოთში ან ბათუმში, ამას დიდი ისტორიული მნიშვნელობა არ აქვს. აი ამბად კი ნამდვილად საინტერესო და ემოციური ამბავია. ეგვიპტელი ფარაონის მეუღლეებმა გადალახეს აფრიკა, მოიარეს აზია და ევროპა, იბრძოლეს ბევრ ხალხთან და შემდეგ ძველ კოლხებთან დამარცხდნენ. მათი ჯარისკაცების ნაწილი იქვე დასახლდა და კოლხეთის მრავალფეროვან სამეფო შემადგენლობას კიდევ ერთი ფერი შემატა. კოლხეთი ხომ მსოფლიოს ნამდვილ გზაჯვარედინად მიჩნეოდა და ის აწესებდა მაღალი კულტურის, მედიცინის, საბრძოლო ხელოვნების, ოქროს, დიდებული ნაკეთობების დამზადების და სხვა ბევრი რამის მაღალ სტანდარტებს. მაშინ ხომ სწორედ ჩვენ მართავდით რეგიონს და არა მხოლოდ რეგიონს. და ჩვენი დღევანდელი და გუშინდელი მტრები ციმბირის ტყეებში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ. დღეისთვის სულ ეს იყო და თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ ის და არხის გამოწერას არ დაგავიწყდეთ. დიდი მადლობა.